მან არ ისწავლა ქრისტიანობა, უბრალოდ გაუგია რაღაცეები, უილად დადის. აქ ეგრეთ წოდებული ნამსახურეობის იგივე სტაჟის მიხედვით კი არ აფასებს ღმერთი ჩვენს აქ სიარულს. შეიძლება ვიღაცა 1 წელი დადიოდეს. აი მაგალითად იყო ერთი ესეთი დიდი წმინდანი, ახლა უბრალოდ რადგან სიტყვა მოიტანა. 60 წლის კაცი იყო. მანამდე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობისა ბევრი არაფერი არ გაეგებოდა. და მოხდა რაღაცა ისეთი შემთხვევა მის ცხოვრებაში. ახლა რადგან პატარები ხართ, აღარ გავაღრმავებ რა მოხდა, როგორ რანაირად რო არის დაიძაბოთ. დატოვა ყველაფერი და წავიდა მონასტერში. ეს ხდება მე-3 საუკუნის ბოლო, მე-4 საუკუნის დასაწყისში. პავლე ერქვა ამ კაცს. და მივიდა ანტონი დიდთან. ეს ანტონი დიდი იყო, აი ძალიან ბუმბერაზი წმინდანი, განდეგილური ცხოვრების ფუძემდებელი. მივიდა და დააკაკუნა კარებზე. ის მონასტერში განმარტოებით ცხოვრობდა ანტონი დიდი. დააკაკუნა კარებზე და გამოვიდა წმინდა ანტონი დიდი და ეკითხება, რომ რა გინდაო და ბერობა მინდაო. ანუ მონაზვნად რომ აღვიკვეცო რა, ჩემი თავი რომ ღმერთს მიუძღნა. ამან ახედა და უთხრა. შენ ამას ვერ შეძლებო და კარები მიიხურა. მეტი არაფერი არ უთხრა. ანუ ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს უხეშად მოექცა, მაგრამ სინამდვილეში ამ მოხუცის გამოცდა იყო. ჯერა მოხუცი ხა 60 წელი შეიძლება არც არის ისასაკი, მაგრამ მიუხურა კარები და თუ არა ვწდები 2-3 დღე კარები არ გაუხო. აი ჩვენ 2-3 დღე კი არა 15 წუთი რო ვინმე დააგვიერებს, არ მოვიდა და მივდივართ. რა არ მოვიდა 2-3 დღე ელოდება მშიერ მწყურვარ. მერე გააღო ანტონიმ კარები და ნახა რომ ისევ იქ იყო და გაეხარდა, თან გაუკვირდა. შეიყვანა შიგნით და მოკლედ მოდიო ვილოცოთ. ადგნენ და 12 ლოცვა თქვეს, ეს ბერებისთვის იყო ეს განსაკუთრებით და ეხლა ხო არ გვეჭამაო რამეო, მინდა ანტონიევნეო. და პავლე ამბობს, როგორც გვაკურთხებო მამაო, კი არ თქვა 2-3 დღის მშიერმა კაცმა, კი არ თქვა, კი მოდი ვჭამოთ აუცილებლად. ეს საოცარი ისტორია. პავლე ყოვლად უბრალო ჰქვია, მე ისიც წმინდანად არის შერაცხილი და ნახე რა მოხდა. როდა ისაქნეს, ესე იგი პატარა პური ჰქონდათ გამხმარი. ანტონიმ თავისთვის პატარა მოატეხა. აი 4-ად რო გაყო რაღაცა პატარა პური, ამაზე ცოტა დიდი და 4-ად რო გაყო და ერთი ნაწილი ანტონიმ თავისთვის დაიდო და 3 პავლეს დაუდო. და პავლემაც მოატეხა ის ერთი ნაწილი და 2 ცალკე გადადო და ანტონიევნევა ჭამეო და რამდენსაც თქვენ შეჭამთო, იმდენი მე უნდა შევჭამო და მეო ბერი ვარო და იმიტომ ვჭამო ესე ცოტასო და მეც მინდაო რომ ბერი გავხდე. აი ნახე როგორი გულმოდგინეა რა. ხოდა აი ესეთ რაღაცეებში ძალიან ბევრჯერ წვრთნი და ანტონი პავლეს. კიდე რა გააკეთა ერთი ის ფინიკის ტოტებისგან ბერები კალათებს წნავდნენ ხოლმე, თოკებს წნავდნენ და მერე გაქონდათ ამას გაყიდიდნენ და ამითი არსებობდნენ. ეს იყო მათი საქმიანობა. ჯერ ჩაალბობდნენ ხოლმე ამ ფინიკის ტოტებს. აი ფინიკის ტოტები, აი წმინდა სპირიდონს რო ქუდი ახურავს. აი ესეთი იყო ხოლმე ფინიკის ტოტებისგან დაწნული და ხო ჩაალბობდნენ, დაწნავდნენ, რბილი რო იყო, ადვილი იყო დასაწნავი. ჩაალბეს, დაწნეს და ეხლა ხო უკვე გაშრა და ანტონიევნევა რომ არ ვარ გაო, მოდი დავშალოთო და ახლიდან დავწნათ. დაშალა უკვე გამხმარი მას ახლიდან წნავს, აი რო იტყვიან ხოლმე ხელებიდან სისხლი როს დიოდა. მაგრამ ერთი არ დაუწუწუნია, როგორც აკურთხეს, აი ეს მორჩილება გამოიჩინა და ეგრე აკეთებდა. იმიტომ რომ მორჩილებას ეკლესიაში ძალიან დიდი ძალა აქვს. აი ეს წუთისოფელი ამ სიტყვას ვერ გუობს რა მორჩილება. იმიტომ რომ ყველას უნდა რომ თავის ჭკუაზე იაროს და ქრისტიანობა თავის ჭკუაზე სიარული არ არის. იგივე ანტონი დიდთან მოვიდა ერთი კაცი. მიწათ მოქმედი. რომ ფიქრობდა რომ ბევრი რაღაც გაეგება და ესე იგი რომ გავიდნენ დასარგავად.
ანტონი დიდი უკუღმარ გავდა პრას რგავდნენ, პრასი გაგონიათ ისეთი. პრასი უნდა დაერგო და ანტონი დიდი უკუღმარ გავდა. და ეს მიწათ მოქმედი ეუბნება რომ არა მამო, ეგრე არ უნდაო, ეგრე არ ამოვაო, წაღმა უნდა დარგო. ხო და უთხრა ანტონიმ რომ ხო და წადიო შენ ისევ დაბრუნდიო ერშიო და ისევ ეგენი დარგე ხოლმეო, შენგან ბერი არ გამოვა. ესმით რაზეა ლაპარაკი. იქ თავარი მორჩილება იყო, წანილი სამოსვლა კი არა. და ეს პავლე რომ მოვიდა, ერთი წელი იყო გასული, რაც მონასტერში მოვიდა, აი 60 წლისა მოვიდა, 61 წლისა. მოიყვანეს ტაძარში ეშმაკეული ადამიანი. ანტონი დიდთან მიიყვანეს, იცოდნენ რომ ეს ძალიან დიდი მამაა და ანტონიმ რა უთხრა? ჩვენო პატარ-პატარა ეშმაკებს დევნი თუ ადამიანისგან და ეგეთების განდევნა არ შეგვიძლიაო. აი წაიყვანეთო და პავლესთან მიიყვანეთო, მაგან იცის ეგ. მაგას შეუძლიაო. ერთი წლის მოსულ კაცზე ამბობს, გესმით რაზეა ლაპარაკი. მიიყვანეს პავლესთან და პავლემ რა თქვა? იმ ადამიანში ყოფ ეშმაკს უბრძანა, ჩემი მოძღვრის ანტონის სახელით გიბრძანებო, რომ გადიმაგ კაცისგან. და ისინიც ემორჩილები ეშმაკები. გესმით რაზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ იმ კაცს ერთი რომ ჰქონდა გულმოდგინება, მეორე ჰქონდა მორჩილება და ჰქონდა სიმდაბლე. რომ ის კი არა, აი, აბა გადით ახლა მანდედან. არა, ჩემი მოძღვრის, ანტო ეს თავმდაბლობა. და რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი? შეიძლება ერთი წლის მოსული იყოს ადამიანი და აი ამ ხელას სიმაღლეს მიაღწიოს. შეიძლება ვიღაცა ტაძარში დაბერდეს და არაფერი არ გაეგებოდეს. იმიტომ რომ არ დადიოდეს იმისთვის, რისთვისაც უნდა დადიოდეს. იმიტომ ამბობ, რომ ჩვენ რო აქ მოვდივართ, მარტო ყურის მოსაფხანად კი არა, აქ რაღაცა უნდა ისწავლოს ადამიანი. და თუ არ სწავლობს, მაშინ ყველა ფეხებს მაინც მოიღლის. მის თქმა მინდა რა. შენ რომ მოდიხართ, ეცადეთ რაღაცა წაიღოთ აქედან და გამოიყენოთ ცხოვრებაში. ჩვენი ცხოვრების წესი თუ ქრისტიანის ცხოვრების წესს არ დაემსგავსა, მარტო ის რომ ჩვენ რაღაცა ისტორიები მოვისმინეთ, თუნდაც რომ მოგვეწონა ეგეთი. ზოგი შეიძლება არც მოგწონს. მარტო ეგ მოსმენა არაფერს არ მოგწონს. მარტო ჩვენ რომ გავიგოთ რომ ევერესტზე როგორ ადის ადამიანი, ეგ ჩვენთვის არაფრის მომცემი არ არის. ჩვენ თუ იქით არც კი მივდივართ. ხოდა ვერც იტყვის ადამიანი რომ ვიცი ევერესტზე ასვლა, თუ ჯერ პატარა ბორცვზე არ ადის, მაგრამ გაუგია რომ ვიღაც ესე ავიდა ევერესტზე, მოყვა ვიღაცამ ესე იყო, ესე იყო. ანუ შენ თუ არ აკეთებ იმას, აი მოწყალების საქმე იგივე. შენ თუ არ აკეთებ, რა აზრი აქვს იმას? ეხა ერთი ამბავი უნდა მოგიყვე.